BMW-ს ან BMW-ს მრავალწლიანი ისტორიას ვინც იცნობს, კარგად ეცოდინება თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ამ კომპანიისათვის სიტყვათა შეთანხმება M3. ეს არის საავტომობილო სერია, რომელიც სათავეს ვერ კიდევ შორეული 1986 წლიდან იღებს და ის წარმოადგენს კომფორტის, მოქნილობისა და სისწრაფის ეტალონს. ეს არის როგორც წესი 4-კარიანი ავტომობილების სერია, რომელთაც გამოარჩევთ ძალიან სერიოზული კომპეტენცია, სიმძლავრე, სისწრაფე, მოქნილობა და ყველაფერი ის, რაც M დივიზიისათვის, ანუ მოტორსპორტისათვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. M3-ის არაერთი თაობა ვიხილეთ და BMW ახალი თაობის შესაქმნელად ემზადება, რაც ტრადიციული განახლების პროცესია, ევოლუცია სწორედ ასე მუშაობს და ამჯერად უკვე ვიცით დადასტურებულად, რომ 2027 წლისათვის BMW ახალი M3-ის წარდგენას გეგმავს საზოგადოებისთვის და ის იქნება Neue კლასის არქიტექტურაზე დაშენებული, ანუ BMW-ს DNM-ში გამოჩნდება ახალი ვიზუალური იდენტობა, რომელიც აქამდე არსებული BMW-ს მოდელის იდენტობას ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, ნამდვილად არ ჰგავს. ეს არის ახალი სიტყვა გერმანული კომპანიისათვის. დიდად ჩვენ არაფერი არ ვიცით ამ პროტოტიპის შესახებ, გარდა იმისა, რომ ის ვიზუალურად იქნება განსხვავებული, ანუ გიგანტური ცხაურების ეპოქა არის დასრულებული და იწყება ჰორიზონტალური ინტეგრირებული შემშვებების ერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის წინა ნაწილი სრულად გადაერთვება Neue კლასის ფილოსოფიაზე. და ამასთანავე, როგორც ჩანს, მოტორსპორტის დივიზია გადაეწყობა გარკვეულწილად მაინც ელექტრომობილების წარმოებაზე, რადგან ახალი პროტოტიპული ავტომობილი, რომელიც წარმოადგინა BMW-მ, არის M3-ის ელექტრონული ვერსია VDX-ის სახელით არის ცნობილი. ეს ჯერჯერობით ოფიციალური მაინც არ არის, კამუფლაჟით არის ის დაფარული, მაგრამ როგორც წესი, ფორმა არ იცვლება ხოლმე, თუ კი იცვლება რაღაცა შინაგანი აგებულება ამ ავტომობილის, ანუ შეიძლება ძრავი შეიცვალოს, მოტორი შეიცვალოს, სიმძლავრე შეიცვალოს და ასე შემდეგ, მაგრამ ფორმების დამალვა მოკლედ ამ შემთხვევაში არის შეუძლებელი და ფორმების დამალვა იმიტომაც არის შეუძლებელი, რომ ეს არ არის ტრადიციული BMW, ეს ერთი შეხედვით ჩანს, ეს რაღაც ახალია, ეგ შეიძლება ვთქვათ, რომ ბავარიაში ექსპერიმენტს ატარებენ, რაც გარკვეულწილად არ არის ბოლოდნელი, რადგან ბოლო წლებში ჩვენ შევეცვლით იმას, რომ ახალი BMW-ები გარკვეულწილად ახალი დიზაინის ენით გამოირჩევიან, ეს ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ეს ცხადია ყველამ თავისთვის უნდა განსაზღვროს. ამ პროტოტიპულ ავტომობილს აქვს 3 განსაკუთრებული თვისება. პირველი არის ჰორიზონტალურ ცხაურაში ინტეგრირებული მაშუქები, რაზეც ჩვენ თქვი, რომ ეპოქა დასრულდა, ის ეპოქა, რამაც გარკვეულწილად შექმნა BMW ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის საქართველოში, მაგრამ ეს გარკვეულწილად დასრულდა, რადგან ინტეგრირებულობასთან გვაქვს ამიერიდან საქმე. უშუალოდ დიდი ფანჯრები აქვს ასევე ამ ავტომობილს, რაც ასევე შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ახალი სიტყვაა და თავად ავტომობილი არის მონოლითური აღნაგობის და მას აქვს ეგრეთ წოდებული იხვის კუდი, ანუ დაქტეილი, რაც ცნობილია საკმაოდ საავტომობილო ინდუსტრიაში. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაც არის ახალ M3-ში, დეტალური აღწერა ცხადია იქნება ცნობილი უკვე მას შემდეგ, რაც ოფიციალურად წარადგენს BMW ამ ავტომობილს. სანამ ოფიციალურ M3-ს ვიხილავთ, პროტოტიპზე შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, ის არის, როგორც აღვნიშნეთ, ელექტრომობილი და მას ამჟამად აქვს 1300 ცხენის ძალა, რაც გასაოცარი მაჩვენებელია, ეს ჰიპერკარების ტერიტორიაა, მაგრამ ზედმეტად არ უნდა ვიზეიმოთ, M3-ს 1300 ცხენის ძალა არ ექნება, სავარაუდოდ სერიულ ავტომობილში იქნება ამ ცხენის ძალის დაახლოებით ნახევარი, რაც მაინც კოლოსალური მაჩვენებელი იქნება, რადგანაც დაახლოებით 600 ცხენის ძალა არის ის ოპტიმალური სიმძლავრე, რომლის გამოყენებაც საქალაქო პირობებში და ჩვეულებრივ რეალობაში არის შესაძლებელი. ამის შემდეგ უკვე ავტომობილი ხდება როგორც წესი ზედმეტად მძლავრი, ან უბრალოდ უმართავი. საინტერესოა ისიც, რომ ელექტრონულ M3-თან ერთად 2027 წელს გამოვა ბენზინის ძრავის მქონე M3-იც, რომელიც შეიძლება იქნეს ჰიბრიდული ტექნოლოგიით აღჭურვილი, რადგანაც ემისიების თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს გარკვეულწილად ჰიბრიდული სისტემის არსებობას, მაგრამ ახალ M3-ში დადასტურებულად ვიცით, რომ ისევ და ისევ იქნება წარმოდგენილი ყველასათვის საყვარელი 3 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც არის ძალიან მძლავრი, ძალიან ეფექტიანი, ხისტი და ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, BMW-ს ხასიათის მატარებელი, რასაც ალბათ ფანები ნამდვილად მოიწონებენ. აგრეთვე სიმძლავრეებთან დაკავშირებით ზუსტად ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ელექტრონულ ვერსიას M3-ს უფრო მეტი სიმძლავრე ექნება, ვიდრე შიდაწვის ძრავის მქონე ვარიანტს, რადგანაც როგორც წესი ელექტრომობილისათვის მეტი სიმძლავრის მიცემა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ძრავიდან მეტი სიმძლავრის ამოღება, რაც მარტივი ფიზიკის კანონებით არის განპირობებული, ასევე სავარაუდოდ ელექტრონული ავტომობილი უფრო სწრაფად აჩქარდება, რაც მყისიერი აჩქარებით არის განპირობებული, რომელიც ზოგადად
ზოგადად ელექტრომობილებს დიდ უპირატესობას აძლევს. ორიოდ სიტყვა ვთქვათ ავტომობილის ინტერიერზეც, რომელიც გამდინარე იქიდან რომ თუ კი ის იქნება ელექტრომობილი, როგორც წესი ელექტრომობილებში ინტერიერი არის განსხვავებული და ეს სრულებები არის აქაც ხედავთ ახალი თაობის საჭეს, iDrive-ის უახლეს თაობას და ასევე Heart of Joy-ის სახელით ცნობილ სუპერკომპიუტერს და საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად დატვირთული BMW, რომელიც ოდესმე გვინახავს, სავარაუდოდ ასე იქნება და იქნება ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ავტომობილი საერთოდ. არა მხოლოდ BMW-ის ლაინაპში, არამედ ზოგადად, რომელიც წამში 100,000-ობით კალკულაციას გააკეთებს, ხელოვნურ ინტელექტს დაიხმარებს და მოკლედ მძღოლს მისცემს ყველანაირ ჭკვიან ბერკეტს იმისა, რომ ავარიები იყოს ნაკლები, მართვის გამოცდილება იყოს უკეთესი, თავად ავტომობილმა განსაზღვროს გზა როგორია და ამის მიხედვით უკეთესი მართვის გამოცდილება შესთავაზოს თავად მძღოლს, მაგრამ ცხადია ამას აქვს მეორე მხარე, რაც უფრო ტექნოლოგიურად დატვირთული ავტომობილი, მით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ის უფრო სწრაფად გაფუჭდეს, უფრო მეტი ჩეკი აინთოს და უფრო ძვირი ღირდეს მისი ყოველი ნაწილის გამოცვლა, რაც პრინციპში ერთ-ერთი ის პრობლემაა, რომელიც ახალ ავტომობილებს, მათ შორის BMW-ს და სხვა გერმანულ ავტომობილებს ხშირად აწუხებთ, რადგან შეიძლება ძალიან მცირე ზომის პრობლემასთან იყოს საქმე, მაგრამ ჩეკი მაინც აინთოს და შესაბამისად გახდეს მისი შეკეთება საჭირო და თუ კი ახალი ნაწილები იქნება გამოყენებული ავტომობილებში, მანამ სანამ ხელოსნები დიდ მასშტაბზე ისწავლიან მის გაკეთებას, ეს ალბათ მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში ან ოფიციალურ სერვის ცენტრებში იქნება შესაძლებელი, რაც ხათია ფასს აძვირებს, მოკლედ როგორც ვიცით, მოქნილობა სავარაუდოდ არ შეიცვლება, რადგან ამ მიმართულებით BMW გამორჩეულია და არასდროს დიდწილად არ შეუცვლია ეს მიმართულება, მაგრამ კონკრეტულად როგორი იქნება ეს ავტომობილი, იქნება თუ არა ის მართლაც ისეთ, როგორცაც ახლა ვხედავთ და შეიძლება თუ არა BMW-ს დიზაინის ენა ასე რადიკალურად, ეს უკვე მომდევნო თვეებში გამოჩნდება.